მოგესალმებით ჩემო კარგებო, ეს არის დაპირებული ვიდეო, როგორ ავიღოთ პირადი ნომერი კანადაში დაბადებული ბავშვებისთვის და გავუკეთოთ საქართველოს მოქალაქეობა. პირველ რიგში ვრეკავთ მითითებულ ნომერზე, ან ვწერთ იმეილზე, რომელიც ასევე მითითებულია ვიდეოში. ეს არის ოფიციალური მეილი და ნომერი კანადის საკონსულოსი, რომელიც ადრე იყო სხვა მისამართზე და ეხლა გადავიდა კოსტავა 70-ში მესამე სართულზე. ეს ადამიანი არის თამარი, უსაყვარლესი გოგო, რომელიც მუშაობს კანადის საკონსულოში. პირველ რიგში ვრეკავთ თამართან, ვეუბნებით რა გვინდა. შემდეგ ის გვეუბნება, რომ გავაგზავნოთ იმეილზე ბავშვის დაბადების მოწმობა, რომელსაც თამარი აგზავნის ანკარაში, კანადის საკონსულოში, სადაც უკვე ანკარა ეუბნება თანხმობას, გაკეთდება თუ არა. ამის შემდეგ უკვე ხდება შეთანხმება, სადაც მივდივართ კანადის საკონსულოში, თამარს შევხვდებით, ის უკვე გამზადებულ აპოსტილს დააკრავს ჩვენ ორიგინალ დაბადების მოწმობას ბავშვის და არტყავს ბეჭედს. ამ საფასურში ვიხდით 115 ლარს და ამის შემდეგ უკვე უნდა ვთარგმნოთ და ნოტარიულად დავამტკიცოთ ბავშვის დაბადების მოწმობა ინგლისური ენიდან ქართულზე. ასევე დაგვჭირდება 2 ფოტოსურათი დისკზე ბავშვის და შემდეგ უკვე ვაბარებთ ამ ყველაფერს იუსტიციის სახლში. იუსტიციის სახლში დაახლოებით ჭირდება 7-დან 10 სამუშაო დღე. და ამის შემდეგ მივდივართ და ვიღებთ პირად ნომერს. შემდეგი საფეხური არის უკვე მოქალაქეობის შენარჩუნება, რა დროსაც კეთდება პასპორტი და სასურველია ეს გაკეთდეს, სანამ ბავშვი გახდება 18 წლის. მანამდე ამ პირადი ნომრით რა თქმა უნდა ვაკეთებთ ყველაფერს, თუმცა უმჯობესია 18 წლამდე პასპორტიც ავიღოთ. მადლობა.